2019 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდის განაცემებზე საპენსიო შენატანების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენით. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია არის საპენსიო შენატანის დანაკლისით ან ზედმეტად განხორციელების ფაქტის აღმოფხრის მიზნით საპენსიო ფონდის მიერ შემუშავებული საანგარიშგებო ფორმა, რომელიც ავტომატურად გენერირდება ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციების წარდგენა განსახორციელებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს შეუსაბამობა საპენსიო და საშემოსავლო მონაცემებს შორის. მოქმედება პირველი. საპენსიო ელექტრონულ სისტემაში დამსაქმებელი საშემოსავლო დეკლარაციასთან შედარება გვერდიდან ღებულობს ინფორმაციას საპენსიო ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების და შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციის შედარების შედეგად აღმოჩენილი განსხვავებების შესახებ. განსხვავებები შეიძლება ვნახოთ როგორც აქტიური სქემის მონაწილეებზე, ასევე სქემიდან გასულ პირებზე. მეორე. დამსაქმებელი აანალიზებს შედარების შედეგებს, აზუსტებს კომენტარების საშუალებით, რაც დაწვრილებით აღწერილია საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების შედარების ინსტრუქცია ვიდეო ინსტრუქციაში. მესამე. თანხმობის შემთხვევაში წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის შექმნა ღილაკზე დაჭერით ქმნის მითითებული წლის წლიურ მაკორექტირებელ დეკლარაციას, რომელშიც განაშთულია წლის შიგნით თვეებში არსებული მეტობები და ნაკლებობები. მეოთხე. წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციები დაფორმირდება წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციები გვერდზე. მეხუთე. იმ შემთხვევაში თუ წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით დადგინდება, რომ დამსაქმებელს საპენსიო ფონდში წარდგენილი აქვს საპენსიო შენატანები დანაკლისით, ის ვალდებულია ჩარიცხოს შესაბამისი საბალანსო თანხა და დახუროს წლიური მაკორექტირებელი დეკლარაცია. მეექვსე. თუ დამსაქმებელს საპენსიო შენატანები აქვს განხორციელებული ზედმეტობით, წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციის დახურვით ზედმეტად განხორციელებული შენატანები დაუბრუნდება და აესახება საბალანსო თანხაში.